თუ ეს საკითხი არ გეცოდინება ინგლისურში, იცოდე რომ გაიჭედები და ვერ ალაპარაკდები. ამიტომ გამოვყევით ჩემ სოციალურ გვერდებზე, სადაც შეგვხვდებათ მსგავსი სხვადასხვა საინტერესო ვიდეოები. მე გიორგი ქარელი ვარ, ინგლისური ენის ონლაინ მასწავლებელი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს იქნება YouTube არხზე დადებული იქნება სრულად ამ ვიდეოს ჩანაწერი, ხოლო სხვადასხვა სოციალურ ქსელში, Facebook-ს და TikTok-ზე იქნება ნაწყვეტები ამ ვიდეოდან. მოკლედ დავიწყოთ. დღეს რასაც ჩვენ ვისწავლეთ, ეს არის კუთვნილებითი ზედსართავლები და წარმოვიდგენთ მაგალითებს ეკრანზე გაზიარებით. მოკლედ პირველი, როდესაც გინდათ ისაუბროთ და აღნიშნოთ, რომ ვიღაცას მიაკუთვნება ესა თუ ის რაღაცა, ჩვენ გვჭირდება კუთვნილებითი ზედსართავლების გამოყენება. როგორც ახლა ეკრანზე ხედავთ, აი მაგალითად. Felix is my cat. My აქ გამოხატავს, რომ არის ჩემი კუთვნილება. I own the cat. მე მეკუთვნის ეს კატა. ნახეთ, ეს my გამოხატავს კუთვნილებას ჩემი. ვერძებ. Coco is your rabbit. Coco არის შენი კურდღელი. ნახეთ, ეს your გამოხატავს შენი. პირველი და მეორე ყველამ თითქმის მარტივად იცის, თუმცა შემდეგ უკვე ერევათ ერთმანეთში, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე რაც მოდის. Buster is her dog. Busteri არის მისი ძაღლი. Hers გამოვიყენებთ მდედრობით სქესთან. არაგერიოთ და she და she's ამ ფორმით არ თქვათ, რაც ხშირად უშვებენ შეცდომას. აი, რატომ მოსდით ეს შეცდომა, გეტყვით ეს შემდეგით. Polly is his parrot. Polly არის მისი თუთიყუში. ნახეთ, he is არის ჩვენებითი ნაცვალსახელი, უკაცრავად პირის ნაცვალსახელი, he და იქიდან გამომდინარე he, his, აი აქ წააგავს მის საწყისი პირველი ორი ბგერა და ამიტომ გონიათ რომ she, she's იქნება. არა, ეს ასე არ არის. her, ესეთი ფორმით უნდა ვთქვათ. ქალზე, ისი, ხოლო his კაცზე უნდა ვთქვათ. შემდეგი არის Rachel is our daughter. Rachel არის ჩვენი ქალიშვილი. ჩვენი, როდესაც რამოდენიმე აღვნიშნავთ. John is their son. John არის მათი ვაჟი. ეს არის კონკრეტული მაგალითები. მომდევნო სურათზე წარმოგიდგენთ უფრო მეტ თვალსაჩინოებას, თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთსაგან პირის ნაცვალსახელი და კუთვნილებითი ზედსართავლები. რას ნიშნავს პირის ნაცვალსახელი? პირის ნაცვალსახელია, როდესაც ვამბობთ I, მე, my, ჩემი. ეს კუთვნილება. I კიდევ პირის ნაცვალსახელია. ნახეთ, როდესაც პირველი პირი საუბრობს, მისი სახელის ნაცვლად გამოიყენებს აი ამ ნაცვალსახელებს. I, მე, ხოლო კუთვნილებად უნდა გამოხატოს სიტყვის my. You, შენ. აი მაგალითად მეორე პირს გეუბნები და არ მოგმართავს შენი სახელი და გეტყვი შენ. You, შენ, your, შენი. He is, კაცზე ვიტყვით, სახელის მაგიერ his, მისი, როცა კუთვნილება გვინდა ვთქვათ. She, ქალზე ვიტყვით is, her, მისი, კუთვნილება გამოიხატება ამ ქალზე. It, საშუალო სქესი ადამიანების გარდა ყველაფერზე ვამბობთ it, ხოლო it's, მისი, კუთვნილება. We, ჩვენ, we are friends, ჩვენ ვართ მეგობრები, ხოლო our, ჩვენი. They, ისინი, ხოლო their არის მათი. მოდი ახლა განვიხილოთ მაგალითები. ესე ვეცდები, რომ მესამე სურათზე ეს მოვაქციოთ. ნახეთ, მოცემული გვაქვს სურათზე და კატა უჭირავს ადამიანს და ამბობს my cat, ჩემი კატა. ახლა რიგით პირველ სურათზე უნდა ვთქვათ. ერთი ეუბნება, პირველი ეუბნება მეორეს, რომ ეს არის შენი ცხენი. ნახეთ, შუაში არის ის, ვიზეც ვსაუბრობთ. ეს იქნება your horse. აი მეორეს გვერდზე რომ წერია. Your horse. ახლა ორ ადამიანზე ვამბობთ მათი ცხვარი. Their sheep. მათი ცხვარი. ბევრზე ვიტყვით, ერთზე მეტი უკვე მრავლობითია და ვიტყვით their sheep. შემდეგი არის მესამე ფოტო და აქ უნდა ვთქვათ ჩვენი, სხვა თევზზე სხვა მაგალითი არ არის, გამოდის რომ ეს ორი ადამიანი ამბობს ჩვენი თევზი. Our fish. Our fish. შემდეგი ძაღლი. მისი ძაღლი. ბიჭზე უნდა ვთქვათ. არა, მოიცადე არ გამოდის. მეოთხეზე გამოდის მისი ძვალი, შუაში ძვალი ხატი ახლა დავაკვირდი. Its bone.
its bone. ხოლო ბოლო მეხუთე ფოტოზე ვიტყვით მისი ძაღლი. იჩნევა და იქნება his dog. His dog. მოდი ახლა გვერდზე განვიხილოთ მაგალითები რომ არის მოცემული. აქ უნდა ჩავსვათ აი რა პირის ნაცვალ სახელიც გვიწერია მაგის შესაბამისი კუთვნილებითი ზეცართაული. Bingo is აი ხომ არის მე და ჩემი იქნება my. Bingo is my dog. Bingo არის ჩემი ძაღლი. She's-ზე უნდა ვთქვათ და უნდა მივაკუთვნოთ მას მდედრობიცქეს და იქნება ასე. მისი მამი და ზეწოდება Goldi. Her aunt. უბრალოდ his კაცზე უნდა ვთქვათ her aunt. მისი მამი და I როცა პირველი პირი ვარ, ჩემი კატა ჭამს თევზს ეს წერენ შემდეგ და I მე არის და ჩემი უნდა ვთქვათ my. My cat eats fish. შემდეგი they გვიწერია და იქნება მათი. Their მათი. We ჩვენ და ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი თუთიყუში არის კოლუმბიიდან. Our შემდეგი wife is called Henrietta. უნდა ვთქვათ ბიჭს რომ მის ცოლს ქვია სახელად Henrietta. ასე ვიტყვით his wife is called Henrietta. They ისინი. ჩვენ უნდა ვთქვათ მათი ძაღლი არის 10 წლის. Their dog is 10 years old. We არის ჩვენ და უნდა ვთქვათ ჩვენი. Our aunt lives on a farm. ჩვენი მამი და ცხოვრობს ფერმაში. It მისი საშუალო სქესი არის. Here is its ball. აქ არის მისი ბურთი. აი ესე ამით დავასრულეთ კუთვნილების ზეცართაულების ახსნა, განსხვავება პირის ნაცვალსახელებისგან და გამოყენება მაგალითებში. ვფიქრობ საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის არ დაგაუწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. დროებით მომდევნო შეხვედრამდე.